დღეს ჩვენი ამ წლის პირველ ეთერით, ეთერის ვიწყებთ ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი თემით და მართლაც, რა ვიცი, მთელი სამყაროსთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის მგონია, რომ აგრარული საქმე, სოფლის მეურნეობა, მიწა, ღვინო, ყურძენი, გარემო, ეკოლოგია, რა ვიცი, ყველაფერი ეს ის თემებია, რომელიც გვაერთიანებს მთელ სამყაროს. ეს ის თემებია, რომელიც გვაერთიანებს. და ცოტა მივიწყებას არის, ხო, რაღაცნაირად, მე მგონი გავიგებთ ამას ყველაფერს. მე მგონი, ხო, რაღაცნაირად არის სულ იმის ტენდენცია, რომ პრიორიტეტი გახდეს. მოკლედ, მე სულ ვამბობ, რომ საქართველოში, როდესაც გახდება სოფლის მეურნეობა, კულტურა და სპორტი პრიორიტეტი, მაშინ ავშენდებით. აი ეს არის ის საქმე, რომელიც ჩვენ ხელმძღვანელობა კარგად გამოგდის, ვიცით და მოგხედეთ თუ შეიძლება, აგერ ამისთვის შესანიშნავი სტუმარი ყავს, სხვათა შორის დღეს ეთერში გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი. თამთა, გილოცავთ შობა ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით თქვენს და თქვენ სტრუქტურას, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ, ძალიან მნიშვნელოვანი თემებია და პრიორიტეტები დასახული იმისათვის, რომ გადავრჩეთ ჩვენც და ჩვენი მომავალიც. ჯერ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ძალიან მომეწონა ამ სფეროში, ჩვენს ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის სფეროში და აგრარულ სფეროში დეფიციტური პროფესიები. არის, კი ბატონო. არის დეფიციტური პროფესიები, რატომღაც არის ტენდენცია რამოდენიმე ფაკულტეტზე აბარებს ყველა ჩვენი ნაცნობი ბიზნეს ადმინისტრაცია. და მივიწყებულია ის პროფესიები, და ის პროფესიები, რომელიც ჩვენ მე მგონი ყველაზე ძალიან გვჭირდება, არის მისახედი. მოდით დავიწყოთ აი ამ კითხვით. 2025 წლის კვლევის თანახმად, თქვენ რა თქმა უნდა ამას იკვლევთ და მე დგება უკვე ეს პრიორიტეტები, რომელი იყო ყველაზე დეფიციტური პროფესია? მოგესალმებით კიდევ ერთხელ უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ახალ 2026 წელს. გილოცავთ ახალ სტუდიას და გისურვებთ ულევ წარმატებას, ძალიან ბევრ საინტერესო რესპონდენტს და საინტერესო გადაცემას. მადლობა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელით მოწვევისათვის და ჩვენი მიმართულებით დაინტერესებისათვის. აქვე მაყურებლისთვის მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გახლავთ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელშეწყობა. თქვენ სწორად აღნიშნეთ გარემოს დაცვის და აგრარული მიმართულებით. და ზოგადად, როგორც ბატონი მინისტრი აღნიშნავს ხოლმე, ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარება სწორედაც რომ განათლებიდან იწყება და ჩვენი ცენტრის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენს პატარა ასაკიდანვე გარემოს დაცვითი პასუხისგებლობის გაღვივება და ამ მიზნით ჩვენ სამიზნე აუდიტორიას და როგორებიც არიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების, აღსაზრდელები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას თუ პროექტს ვახორციელებთ. 2025 წელიც იყო ნამდვილად ძალიან დატვირთული და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, ოღონდ ხაზს გაუსვამ არა მხოლოდ დედაქალაქში თბილისში, არამედ ჩვენი ცენტრი თავისი აქტივობებით ფარავს მთელს საქართველოს მუნიციპალიტეტებს და ასევე თემებს. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობთ იმისათვის, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, სწორედაც რომ დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია მოხდეს ჩვენ ქვეყანაში. ჩვენი სამინისტროს ხედვა და ბატონი მინისტრის ხედვაც სწორედაც გახლავთ დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და ძალიან კარგი არის, როდესაც ჩვენ ხვდებით და ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ დღეს ჩვენ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა არის ცნობილი თავისი ბიომრავალფეროვნებით, თავისი მრავალფეროვანი ნიადაგით და ასე შემდეგ. როდესაც არის ქვეყანაში უდიდესი პოტენციალი იმისათვის, რომ არსებობდეს უფრო მეტი კადრი, უფრო მეტი ჰიდროლოგი, მაგალითად, გეოლოგი, აგროინჟინერი და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის სწორედაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, ჩვენ ყველა აქტივობას და ყველა პროექტს, რომელსაც ვახორციელებთ, სწორედაც
გავახორციელებთ ამ დეფიციტური პროფესიების წახალისების მიზნით. ხაზი მინდა გაუსვა ერთს. ჩვენი ქვეყანა და დღევანდელი ჩვენი მთავრობა ხელს უწყობს სწორედაც რომ ამ პროფესიაზე სწავლის მსურველ სტუდენტებს რომ დაეუფლონ ამ პროფესიებს აბსოლუტურად უსასყიდლოდ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ყველგან ესე იქნება ხო? მე როგორც ვიცი ეს მიმდინარე ახალი რეფორმის ფარგლებში ესე იქნება და ეს არის ძალიან კარგი, თუმცა მინდა აღვნიშნო რომ აქამდეც იყო ესე და ნამდვილად აღსანიშნავი არის აღნიშნული. იცით რა მაინტერესებს ეს ახალგაზრდებმა ვთქვათ არ არის პრიორიტეტი, არ იციან რომ ეს მნიშვნელოვანია, არ არის ინტერესი. ამდენი რაღაცა ის რომ აირჩიონ ეს პროფესია. ვფიქრობ რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია ჭირდება ამ პროფესიებს. ჩვენ შეხვედრებს მართავთ ხოლმე ასაკით უფროს პროფესიონალებთან, მაგალითად ჰიდროლოგებთან, მეფუტკრეებთან და ასე შემდეგ. იმისათვის რომ თაობათა შორის დიალოგი გაიმართოს და რატომ. დამეთანხმებით ალბათ რომ ეს გახლავთ ის სფერო, რომელიც არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, ხომ? გარემოს დაცვით აგრარული საკითხები არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის თაობაზეც ინფორმაცია ჩვენ უნდა მივიღოთ სწორედაც იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში აკვირდებიან, იკვლევენ ამ პროცესებს და არიან ამ პროფესიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად მართავთ 2025 წელიც არ იყო გამონაკლისი თაობათა შორის დიალოგებს და ჩართულობა და დაინტერესება არის ძალიან დიდი. ჩვენ აღვნიშნეთ ნიადაგის საერთაშორისო დღე. სწორედაც იმიტომ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, კონკურსის სახით ვახორციელებთ ხოლმე ჩვენ მსგავსი დღეების, მწვანე დღეებს ვეძახით აღნიშნავს. ჩვენ გვაქვს შემუშავებული მწვანე კალენდარი. ყოველი თვე არის დატვირთული ამა თუ იმ ღონისძიებით. მაგალითად, მეტყევის დღე, ნიადაგის ზონურად რაც კეთდება იმ პერიოდში. ნიადაგის საერთაშორისო დღე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არის დამკვიდრებული ეს დღე და ჩვენ 5 დეკემბერს შევუერთდით ფოტოკონკურსები ტყე ჩემი სიცოცხლის წყარო, რომელიც მიზნად ისახავს ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით ჩემი წილის სუფთა ჰაერი. აღნიშნულ კონკურსებში მონაწილეობას იღებენ როგორც აღნიშნე, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონიდან ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლები. დიახ და ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები. ასევე ჩვენ გვაქვს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით არაერთი აქტივობა. ვახორციელებთ ასევე პროექტს კლიმატის ცვლილებიდან გამოწვეული რისკების შემცირება საქართველოში. აღნიშნული პროექტი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ სტუდენტებს ვაცნობთ ინფორმაციას თუ კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, რა ინფორმაციას უნდა ფლობდნენ ისინი. აი ვინ არიან თქვენი სტუდენტები? კადრები გადიოდა, სიუჟეტი გადიოდა ჩვენი კლიმატის ელჩები, რომლებიც გახლავთ 14, 15, 16 წლის მოსწავლეები კონკურსის სახით შეირჩევიან და გადიან ერთთვიან თეორიულ კურს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად წვიმა, ღვარცოფის სეტყვა და ასე შემდეგ და მათი ასაკის შესაფერისად. შესაბამისი მეთოდოლოგიის და მოდულის შესაბამის ინფორმაციას იღებენ. შემდგომ აღნიშნულს მოყვება აუცილებლად პრაქტიკული კომპონენტი და გასულ წელს ბაკურიანში, დაბა ბაკურიანში ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ის თეორიული ცოდნა, რომელიც მიიღეს ბავშვებმა, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც იხილონ და ჩაერთონ იმ აქტივობებში, რომლებიც იფარება ამა თუ იმ პროექტის თვალსაზრისით. ანალოგიური იყო აგროსკოლა, სატყეო სკოლა და მიმდინარე წელს, უკვე 2026 წელს, ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ და გვექნება სხვადასხვა მიმართულებები და ბანაკები ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. ისევ და ისევ სატყეო მიმართულებით და ასე შემდეგ. თამთა, აი თქვენ თქვით რომ ჩვენი სტუდენტები ჯერ თუ არის შესაძლებლობა რომ აი ეს ჩამონაცვალი გავაკეთოთ, მაინც რომ აი ჩვენმა ტელემაყურებელმა იცოდეს რა არის ის აუცილებელი პროფესიები, რომელიც დეფიციტშია და მერე აი ეს სტიპენდიები თქვენი, აი რაღაცა ეს წახალისება როგორ ხდება და რა არის მაინც? მწვანე ხო რას ნიშნავს? მწვანე გადასარევი ფერია, ჩემი საყვარელი. არა მხოლოდ მწვანე და აგროსტიპენდიების პროგრამას ვახორციელებთ ჩვენ. როგორც
აღნიშნე, გამომდინარე იქიდან, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში აღნიშნულ პროფესიებზე, აგრარული და გარემოს დაცვით მიმართულებით, უმაღლეს სასწავლებლებში გახლავთ უფასო, ჩვენ ერთჯერადად წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და შესაბამისი მაღალი ქულები, წლის ბოლოს გამოვარჩევთ და გადავცემთ სიმბოლურად თანხას. ეს თანხა გახლავთ მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 1500 ლარი, 1000 ლარის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და მე არ მინდა ყურადღების მიღმა დავტოვა პროფესიული კოლეჯები. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი განათლების სისტემის ფარგლებში არის არაერთი პროფესიული კოლეჯი. ჩვენი ცენტრი უშუალოდ 16 პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობს მთელი საქართველოს მასშტაბით. და პროფესიული კოლეჯი ეს 16-ვე შედის აი ამ აგრარულ და გარემოს დაცვით აგრარული მიმართულებით. და ჩვენ აუცილებლად ყოველთვის წავახალისებთ ხოლმე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებსაც შესაბამისი სტიპენდიით. აღნიშნული გახლავთ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და სტიმული იმისათვის, რომ ნახეთ, ერთი არის სწავლობდე და ასრულებდე კონკრეტულ ფაკულტეტს, ეუფლებოდე ცოდნას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ რჩებოდე ამ პროფესიაში. სწორედაც რომ ჩვენი ყოველი აქტივობა არის ამის ნათელი მაგალითი. უფრო მეტიც, ჩვენი სამინისტრო, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარჩინებულ სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას სხვადასხვა მიმართულებით. და დასაქმების კუთხით არის აი რაღაცა ხელშეწყობა, აი როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ დეფიციტ არაფრით არ მეუნება დეფიციტის პრობლემა. არ უნდა რომ ჩავაბარო, გაიგე. აი მაგალითად ხო, უფასოდ, რომ აი რომ სტიპენდია მომცენ არ უნდა. ყველაზე დეფიციტური პროფესიები გვიყვარს. მაინც რომელი გეტყვით, როგორც აგრარული, ასევე გარემოს დაცვით მიმართულებით. მაგალითად ნიადაგმცოდნეობა. ჰიდროლოგის პროფესია, გეოლოგის პროფესია. გეოლოგიც ესეთი გეოლოგის პროფესია. არა და როგორი პოპულარული წარმოადგენს დეფიციტურ პროფესიას. წარმოადგენს დეფიციტურ პროფესიას ვეტერინარია. ოღონდ არ მითხრათ თქვენ ვეტერინარია ხომ არის ცნობილი? არა. მე ვგულისხმობ არაურბანულ ვეტერინარიას. გასაგებია. ცხოველეობა, მეღვინეობა, მინდა გითხრათ, აგრონომის პროფესია და ასე შემდეგ. აღნიშნული პროფესიები წარმოადგენს დეფიციტურ პროფესიებს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი. აბსოლუტურად გეთანხმები. ჩვენი მთავრობისგან არის უდიდესი ხელშეწყობა და არის არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ მე მხარდაჭერის ნაწილში რას ვგულისხმობ. შესაბამისად ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდებს ჩვენ ვესაუბრებით, ჩვენ ვესაუბრებით სკოლის მოსწავლეებს, ჩვენ ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, მათი ასაკის შესაფარისად ბაღის პედაგოგებს და გარდა ამისა, გარდა ასე ვთქვათ, სალექციო თუ რამდენიმე საათიანი შეხვედრებისა, ჩვენს ცენტრს აქვს არაჩვეულებრივი ლიტერატურა, როგორც გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, არამედ ასევე აგრარულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის, ანუ ბაღის პედაგოგებისა და მეთოდისტებისათვის, რომლებიც შესაბამისი მეთოდოლოგიით გადასცემენ ბაღის აღსაზრდელებს ინფორმაციას უკვე გარემოს დაცვის საკითხებზე. ასევე სკოლის მოსწავლეებს პირველიდან მე-6 კლასამდე და შემდგომ მე-7 და მე-12 კლასამდე აქვთ შესაბამისი ლიტერატურა ჩვენ განათლების სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობ და შესაბამის მოდულზე აწყობილი სწავლებით ახორციელებენ ისინი ინფორმაციის მიღებას აღნიშნულთან. ეს ალბათ უკვე რამდენიმე წელი ახორციელდება, ხო როგორც ხვდები და შედეგები თუ გვაქვს, აი რაღაც დასაქმების კუთხით თუ ხედავთ, რომ რაღაცა წამოვიდა უფრო წინ ინტერესი, აი ეს თქვენი ცნობადობა ამაღლდა თუ არა რეალურად აი ამ პროექტების არის მზარდი. ცენტრის წარმატების ისტორია მრავალ წელს ითვლის და მე ძალიან მიხარია, რომ უფრო მეტი და მეტი სტუდენტის, მეტი და მეტი ახალგაზრდის ჩართულობა ხორციელდება. 2025 წლის სტატისტიკა რომ გითხრათ, დაახლოებით 6000-მდე განაცხადი იყო შემოსული და დაინტერესება იყო სხვადასხვა პროექტის მიმართულებით. აბსოლუტურად. ძალიან მოსწონთ ეს ფოტოკონკურსები იქნება ეს თუ წამახალისებელი კონკურსები, თუმცა ერთგვარად დამაფიქრებელი არის, ხომ ისინი მუშაობენ კონკრეტულ თემაზე
თემაზე, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნულიც აღვივებს ინტერესს და როგორც აღვნიშნე, ყოველივე ის რომ ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, ის რომ ყოველივე ეს დაკავშირებული არა მხოლოდ გარემოს დაცვის ვიწრო მიმართულებასთან, არამედ ეს ხომ ჩვენს ყოველდღიურობას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უკავშირდება. ეს აქვთ გათავისებული და არის ძალიან კარგი. ძალიან დიდი დაინტერესება არის ხოლმე ჩვენს ბანაკებთან დაკავშირებით და როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვყავს კლიმატის ელჩები. მათ ძალიან მოსწონთ სტუდენტებს, 15-16 წლის სტუდენტებს ძალიან მოსწონთ ეს სტატუსი. შემდგომ ეს სტუდენტები იჩენენ ინიციატივებს სხვადასხვა პროექტებში, რომლებსაც ვაცხადებთ ხოლმე. და როგორც აღვნიშნე, ჩვენი სამინისტროს მხრიდან არის უდიდესი ხელშეწყობა, რომ გაიარონ მათ კლიმატის ელჩი დადის და ყვება თქვათ როგორ უნდა გავუხსენდეთ არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სხვადასხვა კამპანიებს ახორციელებს როგორც სოციალურ მედიაში ასევე სხვადასხვა პლატფორმის თვალსაზრისით თუმცა ისინი ხელს უწყობენ რომ კონკრეტულ სკოლაში თუ დაწესებულებაში შეიქმნას მაგალითად ეკო კუთხე აღნიშნული ეკო კუთხე ძალიან საინტერესო გარემოს ქმნის იმისათვის რომ ახალგაზრდამ გაიგოს უფრო მეტი გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მე იმაზე ვფიქრობ, კიდე ღვინოზე, კაცო, ქართველი. იქ დავჭი, რომ ქართველი იმაზე ღვინო არის, ასე ვთქვათ, ხო, აგრონომი და მეღვინეს თუ დღესაც დეფიციტური პროფესიები იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ფაქტი იმისა, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ეს არის ძალიან კარგი. და აი შესაბამისად ჩვენ დღეს გვყავს დიდ ძალი ტელემეყოლურებელთა არმია ჩვენი ერთგული რომლებსაც თვითონ შეიძლება ინტერესი ჰქონდეთ მათ შვილებს შვილიშვილებს აი რას ვურჩევდით აი ჩვენი კუთხით იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვლაპარაკობთ დეფიციტურ პროფესიებზე ვლაპარაკობთ იმ საკითხებთან დაკავშირებით რომელიც პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის და საერთოდ სამყაროსთვის და რა რჩევა შეიძლება მივცეთ იმისათვის რომ ასე ვთქვათ ნუ გასაგებია ეს სოციალური ეკოსისტემა ანუ ყოველდღიურობა ჩვენი როგორც სწორად აღნიშნეთ როდესაც ჩვენ მოვიზიდოთ ყველაფერი ნაგვის გადაყრიდან დაწყებული აი ყველაფერი დამთავრებული ბევრად უფრო ყურადღებით უნდა მოვექცეთ ჩვენ სამყაროს ვიდრე ჩვენ ამას ვაკეთებთ მაგრამ აი მეორეს მხრივ როდესაც პროფესიას ვირჩევთ აი ძალიან პრიორიტეტულია მე მგონი ეს აგრო სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის და მოდით მივცეთ რჩევები იმათ ვინც ფიქრობს ხვალ რა საქმით დაკავდეს. ეს შეიძლება სულაც არ იყოს ახალგაზრდა და მართლა მეორე პროფესია გაიჩინოს ადამიანმა. რა თქმა უნდა. მე როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარება და ყველა ის ღირებულება, რაც აქვს ჩვენ ქვეყანას, როგორც გარემოს დაცვითი, ასევე აგრარული მიმართულებით, აღნიშნულში ძალიან მნიშვნელოვანი არის განათლება და განათლება პატარობის ასაკიდანვე იწყება. ნამდვილად. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ განათლების ხელშეწყობის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და კამპანია განხორციელდეს და მე ძალიან მიხარია, რომ ხორციელდება კიდეც. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიებია, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნებ, ქვეყანას, ჩვენს საქართველოს, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი იმისათვის, რომ ყავდეს ნიჭიერი, ნიადაგმცოდნეები, ჰიდროლოგები, აგრონომები, ვეტერინარები, მეფუტკრე ვეტერინარები თუ სხვა და სხვა, როგორიც არის, აღნიშნული დეფიციტურ პროფესიას წარმოადგენს. აქვს უდიდესი პოტენციალი და უფრო მეტიც დღევანდელ დღეს თანამედროვე მსოფლიოს განვითარებასთან ერთად ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები აგრარული მიმართულებითაც მაგალითად როდესაც მრავალი წლის წინ მეტყევე ვერ იყენებდა და არ ქონდა საშუალება გამოეყენებინა დრონები დღევანდელ დღეს გამოყენებული არის დრონები გამოყენებული არის ტაქსაციის თანამედროვე ტექნიკები და აღნიშნული გახლავთ ძალიან საინტერესო ძალიან საჭირო და მათ შორის ეკონომიკურ სტაბილურობასაც უზრუნველყოფენ. ამ იმ სტუდენტებისაც და თავის ქვეყნისას. და კიდევ ერთი მინდა აღვნიშნო, მიმდინარე წელს 2026 წელს ჩვენ გეგმავთ საერთაშორისო მასშტაბით, ასე ვთქვათ, არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ვფიქრობთ, რომ სტუდენტებისათვის ძალიან წამახალისებელი იქნება
საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და აღნიშნულის ხელშესაწყობად. მადლობა მინდა გადაუხადო მე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერისათვის და მომავალ საერთაშორისო პროექტებთან დაკავშირებით თუ გვექნება საშუალება მომავალში აუცილებლად გაგიზიარებთ. დიდი სიამოვნებით ეს ის თემებია, რომელიც მართლაც ძალიან აქტუალურია და დარწმუნებული ვარ ჩვენი გადაცემა ისევე როგორც სრულად ჩვენი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით იმისათვის, რომ ეს ცნობიერება, ეს ამაღლება ჩვენი ხელშეწყობითაც მოხდეს და გაუზიაროთ ჩვენს თანამემამულეებს. ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც ჩვენს ეკოსისტემას და აგრარულ სფეროს შეეხება. დიდი წარმატებები თქვენ 2026 წელს, კარგი საქმეები გეკეთებინოთ თქვენი ქვეყნისთვის. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას.